უი გოგო, ამის დალევა დავიწყე და მაგის მერე კანი მაქვს გადაპრიალებული. ისიც მსმენია ამის დალევის მერე. სახსრებში ჭრატული შემწირდაო, ჭრატული ხალხო. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგის ერთ-ერთი მაგისტრი მოყვანაში დღეს მოგიყვები საერთოდ რა არის კოლაგენი და რატო არის ის უმრავლესობა დანამატი, რომელსაც ყიდულობ უბრალოდ მარკეტინგული ნაგავსაღრელი. აი მოდი ახლა ჩავდოთ ბიოქიმიაში. ოღონდ იცი არა ლექტორებმა რო იციან და ცხოვრებას შეგაძულებენ. წარმოვიდგინე შენი ორგანიზმი არის დიდი ქალაქი და ამ ქალაქში კოლაგენი არის არა სახლის ფასადი, არამედ მთავარი კარკასი და კედლები. შენს ორგანიზმში ნაპოვნი ცილების მესამედი კოლაგენია. კოლაგენია კანი, კოლაგენია კბილები, კოლაგენია სახსრები, კოლაგენია ძვლები. აი ამ კარკას ჩვენს ორგანიზმში აშენებენ მუშები, კონკრეტული მუშები, რომელსაც ოსტეობლასტები ქვიათ. აი ხა შევდივართ ქართულ რეალობაში, სადაც ეს მუშები ზოგჯერ ბებია გარდაეცვლებათ, მამიდის ბიცოლა ხან ცოლ-შვილი უხდება, ცუდად და სამსახურში არ ცხადდებიან, საჭკაობენ. და აი შენი ორგანიზმისთვის კოლაგენის წარმოება ისეთივე თავსატეხია, როგორც ქართველი მუშისთვის აგურის აგურზე დადება. და რას აშენებენ ეს მუშები ესეთი სიმწრით? კოლაგენს და ეს კოლაგენი წარმოდგინე არის სამმაგი სპირალი სტრუქტურა, რომელიც კონკრეტული აგურებისგან, კონკრეტული ამინომჟავებისგან უნდა ჩაშენდეს ერთმანეთში ისე, როგორც მყარი ცემენტი. აი ამ მყარის სტრუქტურის შესაქმნელად შენ მუშებს ჭირდებათ არა მარტო აგურები და გამოცხადება სამსახურში, არამედ ჭირდებათ ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის C ვიტამინი, რკინა და თუთია. მათ შორის მთავარი C ვიტამინი, რომლის გარეშეც ორგანიზმში კონკრეტული მთავარი ბიოქიმიური პროცესი, რომელსაც ჰიდროქსილირება ქვია, ვერ ხდება. შესაბამისად, C ვიტამინის გარეშე ეს აგურები ერთმანეთზე გადასრიალდებიან და ჩემი მყარი სტრუქტურა კოლაგენის სახით ვერ იქნება. სწორედ ამიტომ C ვიტამინი და მუშები ერთობლივად აკეთებენ კოლაგენის მთავარი სტრუქტურული ერთეულის შექმნას ადამიანის ორგანიზმში. ან მუშების, ან აგურის, ან ინსტრუმენტების გარეშე შენს შაიხედების სარკეში და ნახავ, რომ კანი იწელება, დანებდება შედიკალი დედამიწის მიზულობის ძალას. ეს რასაც ხედავ, შიგნიდან კიდე ჭრაჭუნი გადის შენ სახსრებს. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე აი ამ მუშაში, აგურებში, ან ინსტრუმენტებში მაქვს გარღვევა. და რა გინდა შენ? შენ გინდა ასაკის მატებასთან ერთად ამ მყარი სტრუქტურის, რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება და შენ შეიძლება იცი, რომ 120 წლისას ისეთივე კანი და სახსრები ვერ გექნება, როგორც 20 წლის ბიჭი ან გოგო რო იყავი, მაშინ ქონდა, მაგრამ ის არ იცი, რომ შენს ორგანიზმს აქვს კონკრეტული დედლაინი შენთვის მოცემული. დედლაინი, რომელიც 25 წლის ასაკიდან იწყება. აი ხა უნდა შეგაშინო. ბუ! არა, კაი. მეცნიერულად იცოდე, რომ შენი ორგანიზმი 25 წლის ასაკს როგორც გადაცდება, შენი მერიის ბიუჯეტი იწყებს სეკვესტრირებას. გეტყვის, მე ჩემი საქმე გავაკეთე ძმაო, შენ აცი გაგივიდა საგარანტიოა და შენ თავს შენ თვითონ მიხედეო და 25 წლის შემდგომ ადამიანის ორგანიზმი ყოველ ერთ წელიწადში კოლაგენის წარმოებას 1% ამცირებს. ეხა შენ თქვი 1% რა დიდი ბედენააო, მაგრამ აი 1%-ია სწორედ ის შინაგანი დემონტაჟი ასაკის მატებასთან ერთად დილით რო იღვიძებ და აი ესე უცებ როგორ დაუბერდიო რო ფიქრობ. აი განსაკუთრებით ჩავდღეში ხართ ქალები, იმიტომ რომ თქვენი სასქეს ჰორმონი ესტროგენი თურმე სხვა ფუნქციებს ასრულებს ორგანიზმში, მათ შორის კოლაგენის მაწარმოებელი მუშების მთავარი მენეჯერი. პრარაბია, ესტროგენის გარეშე ეს შენი მუშები ისედაც რო არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ეხლა გამოცხადდებიან და კიდევ უფრო დეზორიენტირებულები არიან. დგან ან ბირჟაობენ, მასალები ან მოდის ანარა და შენი ორგანიზმის კოლაგენის წარმოება კიდევ უფრო მცირდება მენოპაუზის პერიოდში და ეს ესტროგენით რა ტიპია? კი არ გაგაფრთხილებს 3-4 კვირით ადრე სამსახურიდან მივდივარ, რომ ეს გამოიჯახუნებს კარებს და შენც ადგები ერთ დღეში და ნახავ, რომ მენოპაუზის პირველ 5 წელიწადში ქალი კოლაგენის არსებული რაოდენობის 30%-ს კარგავს. წარმოვიდგინე, ერთ დღეს იღუცებ და სახლის კარკასის მესამედი ჩამოშლილია, ხო გაგიჟდები? და მე ვიფიქრებ, თურმე წინასწარ უნდა მეფიქრა ჩემ ჯანმრთელობაზე და თორნიკეს ვიდეო აქამდე უნდა მინახა 20 წლით ადრეო. რაც ახლა აგვიან ჩემო კარგო, გამოიწერე არხი. აი ახლა ვიფიქრებ შენს რომ კოლაგენი თურმე როგორი მნიშვნელოვანი მოლეკულა ყოფილაო, წავალ, ხას ჩავადგა, მან აფთიაქში გავიქცევი, დანამატს ვიყიდიო, მაგრამ პაპა, სად მიდიხარ? აფთიაქში რო შეხვალ, იცი დანამატებში როგორ არ უნდა მოთხოვდე, რას მიაქცია ყურადღება, აი ესე ოსტატურად გადავედით ჩვენი დანამატების მარკეტინგულ ტყუილზე. აი ახლა გულსფელად, რამდენი თქვენგანი ბოლო დროს iPhone-დან შედიხართ, iHerb-ზე და ფერად დათუნიებით სავსე დანამატებს იწერთ ზემოდან რომ კოლაგენი აკვრია სილამაზისთვის. ზოგადად ეტიკეტსაც ჩახედეთ, მეგობრებო, არ იქნინება და ეტიკეტზე ჩახედავთ, დაიწყეთ პირველი მთავარი რაოდენობის კონტროლით. თუ ამ დათუნიებს, ფერად დათუნიებს კოლაგენისას ჩახედავ და უკან გადმოატრიალებ, ნახა რომ ერთი პორცია გაზავს დაახლოებით 100-დან 250 მგ-მდე კოლაგენს. რეალური ეფექტისთვის, რისთვისაც შენ მაგას სვა მინიმუმ 2000-2500-დან 10000 მგ-მდე გჭირდება. ანუ წარმოვიდგინე 200-250 ცალი დათუნია უნდა ჩაგეჭო ეფექტის მისაღებად. ან 100 ცალი მინიმუმ, რომელიც მაინც მთელ ოჯახს რო დაურიგო, ვახშმად გეყოფათ. მაგრამ აქ პრობლემა მხოლოდ დოზა არა.
გარდა იმისა, რომ ეს არაეფექტური დოზის შემცველობის დანამატია, უნდა იცოდე, რომ მსგავს დანამატებში ხშირად მოყვება მეგობრად შაქარი. და ზოგადად იცოდე, რომ ეს შაქარი აქ დიდი რაოდენობით მაინც არ იქნება, მაგრამ კოლაგენს და შაქარს ერთმანეთი არ უყვარს. ასაკის მატებასთან ერთად მით უმეტეს და ჭარბი შაქრის მოხმარებისას ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც ჰქვია გლიკაცია. ეს არის წარმოიდგინე, როცა ნახშირწყალი შაქარი შეეწებება კოლაგენის ამინომჟავურ ჭარბს, იქმნის ჯვარედინ ჯაჭვებს, რის გამოც შენი კოლაგენი თუ უნდა ყოფილიყო დრეკადი, მყარი მასა, ეხლა ხდება მყიფე, როგორც ხის ტოტი, როგორც მინა, რომელიც აი ესე წებს სხრევას. და კიდევ ერთხელ ამ დანამატში ისედაც არაფერი არ არის და რაღაც შაქრები უნდა იყოს, ბლომადო ვიფიქრებ, მაგრამ ზოგადად შაქრებისა და დამატებული შაქრების მოხმარებაში შენ რო ძალიან ყოჩაღი ხარ, ანუ გადაამეტებ ხოლმე ეგ შენს კარგად იცი. და რაღა მაინც კოლაგენისგან დანამატისგან უნდა დაიმატო კიდე დამატებული შაქრები. ეს მეორე ნაწილი, რასაც რაოდენობასთან ერთად შაქრებით სავსე დათუნიას მიერთვა კოლაგენის შევსების ეგიდით. აი ახლა მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი და მცენარეულობას ვინც მიყვებით, ვეგანო, ვეგეტარიანელო ადამიანებო, ღრმად ჩაისუნთქეთ. იცოდეთ, რომ ვეგანური კოლაგენი, ესეთ წარწერით არის პირველი მარკეტინგული ტყუილი, იმიტომ რომ ბუნებაში ვეგანური კოლაგენი არ არსებობს. კოლაგენი არის ცხოველური წარმოების ცილა, რომელიც ცილასაც 3 ამინომჟავის ერთობლიობა ქმნის, რომელსაც მცენარეულ სამყაროში ვერ ხვდებით. ეს არის ისეთი პროდუქტი, და ვერსად ვერ ნახავთ, რომ ლობიოში, ოსფში, ბარდაში და ხილში, ბანანში და ვაშლში კოლაგენით აწყობილი ჯაჭვების სტრუქტურა იყოს. სწორედ ამიტომ უმრავლესობა მცენარეული კოლაგენით დამარკეტებული დანამატები არის არა კოლაგენი, არამედ კოლაგენის დამხმარე. კოლაგენის მასშენებელი. მას შეიძლება ნახოთ C ვიტამინი, რკინა, თუთია, რომელიც ის ინსტრუმენტებია, რომლითაც შენი ორგანიზმი კოლაგენს აშენებს და განსხვავებული ამინომჟავები, რომ ორგანიზმს მიასხას ესე მასალები, განარჩენი შენიცი კარგად იყავიო, მაგრამ იცოდე, რომ ეს არ არის კოლაგენი. თუმცა 21 საუკუნის სიკეთეებით მივედით ისეთ ბიოინჟინერიამდე, სადაც ნამდვილად შეგვიძლია ვეგანური, ან ცხოველთან არადაკავშირებული კოლაგენის მიღება. ამისთვის გვჭირდება გენეტიკური ინჟინერია, სადაც აიღეს ადამიანის კოლაგენის გენის კოდი, ჩადეს ბაქტერიებში და სოკოებში და ფერმენტაციის პროცესით მათ აიძულეს კოლაგენის მსგავსი მოლეკულები ეწარმოებინათ ზუსტად ისეთი, რომელსაც ამის ორგანიზმი აწარმოებდა. ანუ ეს არის ერთადერთი წყარო ვეგანური კოლაგენის მიღების და როცა დანამატს აიღებ, უკან გადმოატრიალე. თუ აწერია fermented ან bioengineered კოლაგენი, ეს არის ის, რაც უნდა ეძებდეს. სხვა შემთხვევაში ყველა იაფასიანი ვეგანური დანამატი კოლაგენის არის უბრალოდ ძვირადღირებული მულტივიტამინი, რომელსაც უფრო იაფად იპოვიდე კოლაგენი ვეგანური რო არ ერქვა ზემოდან, ამიტომ ყურადღებით იყავი და დააკვირდი ეტიკეტს. მაგრამ თუ ეხლა შენ გონია, რომ პრობლემა მხოლოდ რაოდენობაში, ცოტა რაოდენობაში, შაქარში, ან მარკეტინგულ ტყუილშია, ძალიან ცდები, იმიტომ რომ ეხლა უნდა გადავხედოთ მთლიანად საერთოდ ორგანიზმი კოლაგენს როგორ იწოვს. ამასთვის უნდა შევეხოთ როგორც საკვების მიერ წყაროს, ისევე საკვებ დანამატებს. წახვედი ეხლა გაიქეცი კოლაგენი, კარგიაო და მუხრილი. საქონლის კანჭიდან გინდა ხაშის გაკეთება, ხო, კანჭიდან აკეთებენ ხაშს. ძვლისგან, ან მე ბულიონის დახრუპვა გინდა კოლაგენის შევსების ეგიდით და ლოგიკა სწორია. ამ ცხოველურ პროდუქტში კოლაგენის იდეალური წყაროა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ადამიანის ორგანიზმი, საშუალებელი სისტემა არის დიდი ქვასამტვრევით ქარხანა. შენ რასაც მიირთმევ, ყველაფერი უნდა დაიშალოს იმ ელემენტარულ ერთეულებამდე, რომ შეწოვა მოხდეს. მაგალითად, ბროკოლის რომ მიირთმევ, რა გონია ხა დახუჭე თვალები. ჩაყეჯე ბროკოლი, იდეალურ შემთხვევაში დაღეჭე და გადაყლაპე. პატარა ბროკოლიები დაცურავენ მე შენს სიცხში არა. სწორედ ესე კოლაგენის დიდი მოლეკულის დაშლას იწყებს ჩემი საშუალებრივი სისტემა მის შემადგენელ ამინომჟავებად. მე ამ ამინომჟავებს შევიწევ და ადამიანის ორგანიზმი მაგ ამინომჟავებიდან, ანუ აგურებიდან კოლაგენის წარმოებას დაიწყებს თუ რაიმე სხვა ცილის მე იმან თავის საქმე იცის. ამიტომ პირდაპირ გარანტია არ გაქვს რომ შენ კოლაგენს დალევ გარედან ან მიიღებ შეჭამ. ის აუცილებლად კოლაგენად შეგერგება ბრჭყალებში. სწორედ ამიტომ მეცნიერებამ აქაც ტექნოლოგიური ჩარევით მოიფიქრა გამოსავალი, რომ კოლაგენის მოლეკულა მაქსიმალურად უცვლელი სტრუქტურით მივიღო, პიკურ მონაცემებს მიაღწიოს, შევიწევო და გამოვიყენო ან სილამაზისთვის, ან სახსრების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ უნდა იცოდე, რომ კოლაგენის მოლეკულები ზოგადად დალტონებში იზომება და ეს დიდი მოლეკულა, რომელსაც მივირთმევთ ხოლმე, ან უმრავლესობა იაფასიან კოლაგენის დანამატში იპოვი, არის დაახლოებით 5000 დალტონი, რომლის დაშლაც უწევს შენს ორგანიზმს მე ამინომჟავებად რომ შევიწევოთ. ანუ ვერანაირ კარებში ეს ვერ ეტევა. წარმოიდგინე, რომ ეს იგივე ანალოგია ხრუშოვკის ლიფტში დიდი სამკარიანი კარა და გინდოდეს რომ შეიტანო მე სახლში რო ააწყო. მეგონი ხრუშკოს ლიფტები არა აქვს. მოკლედ, ანალოგიას მიმიხვდი. ეხლა წარმოიდგინე ძალიან პატარა ლიფტში გინდა რომ იმით რო ეტევი, რა ქვია, ზურგჩანთი ძლივს რო ეტევი, დიდი კარა და შეიტანო. რას იზამ? ვერ შეატევ და მაგითო დაიწყებ პირველივე სართულზე კარადის კარებება დაშლად რომ მე სახლში ააწყო.
აი ესე რო არ მოხდეს, გჭირდება პატარა კარადუნია, რომელი კარადაც იქნება 5000 დალტონზე ნაკლები იდეალურ შემთხვევაში. მიკროზომის 500-დან 2000 დალტონამდე ზომის, რომელსაც კონკრეტული ტრანსპორტერში გაეპარება შენს ნაწლავებს, რომელი ტრანსპორტერიც არის PEPT1, სადაც ეს შენი 500-დან 2000 დალტონამდე პატარა კოლაგენის მოლეკულა პირდაპირ შესრიალდება, ორგანიზმში დაახლოებით 1 საათის მონაკვეთში მიაღწევს პიკურ რაოდენობას და ორგანიზმში საშენი მასალის პირდაპირ გამოყენების საშუალებას მიცემს. აი სწორედ ამას ვაკვირდები, როცა დანამატს ვყიდულობ, მინდა ჰიდროლიზებული მიკრო ისეთი ზომის 500-დან 2000 დალტონამდე კოლაგენის მოძებნა, რომელიც აი ამ გზას პირდაპირ გაივლის და ორგანიზმი გამოიყენებს როგორც კოლაგენი ისე. გრანიულში არის სწორედ ესეთი რაოდენობა მიკროზომები და შეიცავს ზუსტად ამინომჟავების პროფილს, ანუ აგურებს, გლიცინს, პროლინს და ჰიდროქსიპროლინს, რომელთაც მე ორგანიზმი აშენებს ზუსტ კოდს კოლაგენის C ვიტამინთან ერთად. და მეც რახან 26 წელს ხვდები და ეს ჩემი დედლაინი ნელ-ნელა იწურება, მივაშურე გრანიოს და აი ამ გრანიოს ეხლა რომ მივაშურე, არ გაინტერესებს რომელი უნდა დავლიო? სილამაზია შენი პრიორიტეტი თუ სახსრების და საყრდნობამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა? ეხლა შევდივართ მეორე ყველაზე დიდ გასამიჯში, როცა დანამატს უყურებ. უნდა იცოდე რომ ყველა კოლაგენი ერთი და იგივე საქმეს არ ემსახურება, განსხვავებულია რაოდენობის რეკომენდაცია და განსხვავებულია ფორმები და კომბინაციები, რომელსაც ამ დანამატებში ჭკვიანურად პოულობ. და უნდა იცოდე რომ კოლაგენზე ეხლა ვისაუბრეთ რომ არის აგური საშენი მასალა და თანამედროვე მედიცინა მეუბნება რომ კოლაგენი არ არის მარტო აგური და საშენი მასალა, ის არის სასიგნალო მოლეკულა, რომელიც ინფორმაციასაც კი აწვდის ორგანიზმს რომ შემოვედი, აქ ვარ, დაიწყე შენება ძვლების, დაიწყე შენება კანის სტრუქტურის იმისთვის რომ ეს პროცესები უწყვეტად აწარმოოს ადამიანის ორგანიზმზე, რაც შეიძლება დიდხანს აწდა მარასის უკუნთი უკუნისამდე. აი ეხლა თუ განსხვავებული კუბიკები და განსხვავებული ფოსტალიონები ვქავს, მე დავიწყოთ სილამაზის ფორმულით. თუ შენი მიზანი კოლაგენით, კანის სტრუქტურის, სიმყარის, დრეკადობის და სილამაზის ზოგადად გარეგნული ნაწილის გაუმჯობესება, უნდა იცოდე პირველი, რამდენით დაიწყო. კანის სილამაზისთვის ჩატარებული კვლევებით, რასაც ვნახულობთ, არის ის, რომ მინიმუმ 2.5 გრამი კოლაგენი, ანუ 2500 მილიგრამი კოლაგენის მიღება 8 კვირის განმავლობაში უწყვეტად სასწაულებს აკეთებს. აქ სწორედ ისეთი ტრიპეპტიდია 500-დან 2000 დალტონამდე, რომელიც პირდაპირ გაძვრება შენაწლავის სანათურში და შეასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც მიღება დაიწყე და მხოლოდ 1 კვირით დაწყებული კოლაგენის მიღება 7.1%-ით ზრდის, 6.1%-ით, 7.6%-ით ზრდის ადამიანის ორგანიზმში. კონკრეტულად კანთან მიმართებით კოლაგენის სინთეზის ეფექტს. აი ხა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დანამატი, რომელიც ჭკვიანურ კომბინაციებს გთავაზობს. არ მიყვარს დანამატები არასწორი დებილობა კომბინაციებით, რომელიც თავის გასაღებას ცდილობენ და მიყვარს დანამატები ჭკვიანური კომბინაციებით. როცა სილამაზეს ეხება, რა მჭირდება პირველი რა გითხარი კოლაგენთან ერთად დაფიქრდი? C ვიტამინი. ყველა კოლაგენში მინდა ვიპოვოთ C ვიტამინი. C ვიტამინის მიღმა მინდა ვიპოვო ისეთი დანამატები, რომელიც ზოგადად კანის ჯანმრთელობას და ანტიდაბერების პროცესში მეხმარება. ეს ანტიდაბერება ესეთ ტერმინია, არ ამტკიცებულობას დაფუძნებული, მაგრამ არსებობს. რა ყველაფერად ანტიოქსიდანტია, მაგალითად E ვიტამინი, რომელიც შენი კანის სტრუქტურას ოქსიდაციური სტრესის განიცავს, ისე როგორც სხვა ყველა უჯრედს. კოენზიმ Q10, რომელიც თუ რამე მაგ ანტიეიჯინგ დანამატებში ერთ-ერთი ცხელი მოლეკულა ახლა, რომელიც უჯრედულ დონეზე ენერგიის ATP-ის მიღებაში შედის, ამასობაში ხელს უწყობს როგორც კოლაგენის, ისე ჰიალურონის მჟავის სინთეზს, რომელიც დამატებით ეხმარება შენი კანის სტრუქტურას. C ვიტამინი გავიარეთ, სელენი, რომელიც თავარი ერთ-ერთი ანტიოქსიდანტია შენს ორგანიზმში, სელენოპროტეინების შემადგენლობაში, რომელიც ყველა ერთად ნიმისტრაფვის იმისკენ რომ მეტი კოლაგენი ვაწარმოო და ეს კოლაგენი დავიცვა ოქსიდაციური სტრესისგან იმისთვის რომ ჩემი კანი იყოს პრიალა სისინა როგორც ვიდეო დავიწყე. აი ახლა თუ ფიტნესის კუთხით მივდივარ, აქ თამაში უკვე დიდ დოზებზე გადავდივარ, დიდი ბიჭი ვარ, მეტი კოლაგენი მჭირდება. დოზა რეკომენდებული არის მინიმუმ 10 გრამი, ანუ 10000 მილიგრამი და სწორი დანამატი, რომელიც კვირდება საყრდნობამოძრავებელი სისტემის, სახსრების, ძვლების ჯანმრთელობას და ამასობაში მიორელაქსაციას. აი ეს ოდენობა უნდა დახვდეს შიგნით, რომელსაც გრანიოში ხვდები 10 გრამი აქვს ერთ ულფაზე, ეს არის კაცური დოზა, რომელიც მე დავინახო. ხალები ზუსტად შეიძლება ვინც ფიტნეს უფრო აპრიორიტეტებს, სექსისტი ვარ და მიწეროთ ჩატში კომენტარებში, თუ გავაფრენი ცოდი, აღარ შემიძლია.
გარდა იმისა, რომ აქ მაქვს 10 გრამი კოლაგენის, რომელიც იდეალური დოზაა ჩემი სახსრების ჯანმრთელობისთვის, ძვლების ჯანმრთელობისთვის, იოგებისთვის და მყესებისთვის, რომელიც ყველაზე პასიურია, თუ შენ არ ამოძრავი და თუ ამოძრავი, შეიძლება ცოტა ხანში მალე გაგიწვდეს. გარდა ამისა, ხვდები ჭკვიანური დანამატი, როგორც C ვიტამინს, ასევე მაგნიუმს. ანუ ეს დანამატი ასრულებს როგორც სიმტკიცის ფუნქციას, ისევე მიორელაქსაციის ფუნქციას და მაგნიუმი D ვიტამინის შემდგომ ვიცით, რომ ყველაზე დეფიციტური დანამატი შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმში დეფიციტური მინერალი. სწორედ ამიტომ კომბინაციაში მაგნიუმი დამატებით ეხმარება რელაქსაციის პროცესს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მეხმარება აღდგენის პროცესში და ახლა ფიზიკური აქტივობა დაპრიორიტეტებული მაქვს, ამიტომ ეს იქნება ალბათ ჩემი ყოველდღიური დანამატი, მანამ სანამ არ გამითავდება და მე ისევ PSP-ს იმას აქციას დავალდები. ახლა ეს ყველაფერი შევკრათ ერთ ლოგიკურ ბმაში. პირველი კოლაგენის დანამატებთან დაკავშირებით დააკვირდი რაოდენობას 250 მგ საათილო დოზა მინიმუმ 2500-დან 10000-მდე ეწევე. მეორე მოვერიდეს შაქრებს და ტკბილ ფერად დათუნიებს, რომელსაც არანაირი რეკომენდაცია არ აქვს და არც იქნება არანაირი სარგებელი შენთვის. მესამე დააკვირდი ვეგანურმა კოლაგენმა არ მოგატყუოს და მეოთხე ეძებე მიკრონიზებული, ჰიდროლიზებული ფორმა 500-დან 2000 დალტონამდე, რომ კოლაგენმა თავისი ფუნქცია ყველაზე ეფექტურად და სწრაფად შეასრულოს. ამას დამატებით თუ ხაშს მიერთმევ და ბულიონების მოყვარული ხარ, გააგრძელე, გემრიელია ლოგიკა, მანდაც მოქმედებს, მაგრამ კოლაგენის ეფექტური შევსება თუ გჭირდება სილამაზის ან საგმომძრავებელი სისტემის და ფიტნესის კუთხით, იცოდე რომ ეს არის შენი არჩევანი. მაგრამ იმიტომ რომ მე ვიცი შენ ხა ძალიან გიყვარს აფთიაქებში ფასდაგალობის სიარული დაკვირვება ერთი რა არის, ერთი ესო ჭკვიანური სახით რო უყურებთ ხოლმე რა, ვიყიდო, აი ამისთვის მინი კურსი მოგიმზადეს. QR კოდი დაასკანერე, გადმოგიყვანს მინი კურსები, სადაც კოლაგენთან დაკავშირებით რაც გესაუბრე, უფრო მეტი სიღრმე დაგხვდება, მათ შორის ეტიკეტის ნაწილში და სხვა ბევრი მინი კურსი, რომელიც ჯანსაღობის გზაზე აუცილებლად დაგეხმარება. აბა, ლინკის მეორე მხარეს შევხვდებით.